ჩვენ ეთერში ბრუნდებით, შემოგვეთა მეორე სტუმარი, ბესიკ ბოგველი, ფსიქოლოგი, ბატონ ბესიკი, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და მინდა საუბარი გავაგრძელო, იგივე პათოსი რაც პირველ სტუმართან იყო და ამჯერად გადავინაცვლო აღმოსავლეთში, აი სრულად მოულოდნელად აღმოჩნდა რომ ისრაელმა ისევ დაბომბა დოჰა იმ მიზნით რომ გაენადგურებინა ჰამასის ლიდერები, ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი ჰამასის ლიდერები ჩაიყვანეს დოჰაში მოსალაპარაკებლად და შემდეგ მათზე უბრალოდ მიიტანეს იერიში. თუ ამას დაუმატებთ იმ მოვლენებს, რაც მოხდა გერმანიაში, თუ ამას დაუმატებთ იმას, რაც მოხდა გუშინ ამერიკის შეერთებულ და გუშინ თუ დღეს უკვე აღარ ვიცი როგორ გვაქაცდენა დროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯაროდ მოკლეს, თქვა საჯარო პირი, პოდკასტერი და გამოკვეთილად პოლიტიკური მოტივით და პოლიტიკური ნიშნით ჩნდება ასეთი ეჭვი, რომ ჯერ ერთი დიპლომატია როგორც ასეთი საერთოდ დასრულდა და მას წითელი ჯვარი დაესვა, პოლიტიკური პროცესი სრულიად სხვანაირად ვითარდება და ამ პოლიტიკური პროცესის თამაშის წესი ჩვენ არ ვიცით და კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახო, ვიცი რომ თქვენ ცოტა დრო გაგვთ და ამიტომ მე ყოველ საკითხებს ვიტყვი და შემდეგ რო აღარ შეგაწყვეტინოთ და მე მაგალითად გამიჩნდა ეჭვი, როდესაც ისრაელმა, ჩვენ ვიცით რომ ისრაელი ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რა ასე არის ცნობილი, ისრაელი ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად რაღაც პოლიტიკურ დავალებებს და ყოველთვის ის არის აი ამ საომარ ავანგარდში. ამჯერადაც ისრაელმა თქვა რომ შეთანხმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს რითაც გამოიწვია იმ რეგიონში, სადაც ეს მოხდა ძალიან დიდი უკმაყოფილება და უარყოფითი დამოკიდებულება. მე რატომღაც მივიჩნიე რომ ეს თითქოს რაღაცა ნაბიჯი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტის დასამცრობად ახლო აღმოსავლეთში და ვიღაც ხო არ ამზადებს ნიადაგს, შეიძლება ისინი იყვნენ ბრიტანელები, ნიადაგს რომ ამერიკა შესუსტდეს და რაღაც ახლა გამოვიდეს ახლო აღმოსავლეთიდან. მოგესალმებით, მივესალმებით საზოგადოებას. თქვენ სწორედ ბრძანეთ, ძალიან სერიოზულ პროცესებთან გვაქვს საქმე, ისტორიულ პროცესებთან, ფილოსოფიურ, გეოპოლიტიკურთან. იცვლება ახალი წესები შემოდის თამაში და ის მანამდე არსებული სამყარო, რომელიც დალაგებული იყო სტალინის შემდეგ კიდე შეიცვალა, ვიცით, რაღაცა დალაგდა დემოკრატიული პრინციპები, თუმცა ეს პროცესებიც იცვლება, ხო? მიმდინარე აზიაში აგე ხედავთ როგორ დაარბიეს რა პროცესები მიდის გერმანიაში, ხო? რაღაცა ისტორიული პროცესებთან გვაქვს რომ რაღაც კაპიტალისტური სისტემაც კი იცვლება, ის რაც იყო კაპიტალისტური სისტემა, სხვა პრინციპები შემოდის. დემოკრატიამ როგორც ხედავთ ამოწურა არსი, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ დემოკრატიულმა ამ მიმართულებით ლიბერალიზმში გადავიდა და წაშალა კულტურები, წაშალა რელიგიური პიროვნული სახელმწიფოები წაშალა და ევროპა ისე დიდ საფრთხეშია, ძალიან დიდ საფრთხეშია ევროპა, ვიდრე ამერიკა, ხო, იმიტომ რომ იქ იწყება გამოღვიძება ეროვნული მუხტები და კონსერვატორები მოდიან, ხო, ჩანს ეს და უყურეთ როგორი ადრე თუ შეთანხმებულები იყვნენ კონსერვატორებსა და თქვა დემოკრატებს შორის რაღაცა თამაშის წესები იყო და წითელი ზღვარი არ შეიძლებოდა დარღვევა, ხო, ეს წითელი ზღვარი ხედავთ რომ ირღვევა. ანუ ის რაც სიტყვით გვარდებოდა გადადის იარაღზე და ორი ადამიანს როდესაც იარაღიას და სროლას იწყებენ ეს უკვე ისეთი პროცესებია, ისეთი განწყობებია, რომლის გაჩერება ძალიან რთულია. ვინ ისვრის, რომელი ხრიდან დაიწყებენ სროლას, ეს ძალიან უკვე საშიში მდგომარეობა რა და შესაძლებელია ჩვენ ვიხილოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის ანგარიშწორება, ხო? მომხრეებს, ახლა ის მომხრე რომელიც მომხრებით იწყება, ახლა ნებისმიერი კონსერვატორი ვარ მე და არ მომეწონა ეს და გაუბრალდით, ჩავტენე იარაღი ვინ მიშლის, ხო? ვის არ აქვს იარაღი, წავალ და აგე ვინმეს მოკლა. შეხედე როგორი თემა. ეს პროცესები დაიქოქა, ხო? დაიქოქა ამ დაძაბულობა, არის ერთი რომ დაძაბული არის ადამიანი და მთელი საზოგადოება უფრო მეტი პრობლემები ხდება. ვიცით ხო, ეს ხო არის ეს მეცნიერულად არის შესწავლილი. სოფლიო უკვე კანკალებს, უკვე სტრესშია.
და ეს ევროპული საზოგადოება, რომელიც ჰარმონიაში იყო, კარგად ცხოვრობდა, მოაკლდა ხელფასი, მოაკლდა იქ მთელი რიგი შეღავათები, აგე გომით აშინებენ, ხო, ეს მუშაობს ფსიქიკას. აქ იქ ადგილობრივები იქ ჩასული ემიგრანტები რასაკეთებენ თქვენც იცით, ხო? და ეს ყველაფერი ფსიქიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას და იწყება ჯგუფებში სოციოლოგიური სპექტრი იცვლება, ხო? გამიგეთ ის აქტიურდებიან იქ კონსერვატიული ძალები, ეროვნული ძალები და ჩვენ დავინახავთ იქ ბართლომეს ღამეს. მე არ მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ბართლომეს ღამეს გამოცდილება აქვს. კი ბატონო, ევროპელი უფრო საშიშია ვიდრე რუსი. ისევე როგორც ამერიკას აქვს. ის თუ აფეთქდება, აი ნახეთ რევოლუციები რეები აქვს გაკეთებული, ხო? თუ რუსეთში დინამიკურად მოდის, ევროპაში უცებ ხდება ძალიან სწრაფად საშიში პროცესები. ამიტომ ევროპელები ძალიან საშიში ხალხია და მათ იციან თავიანთი ფსიქიკა, თავისი უარყოფითი მხარეების და ეს ამ ლიბერალური რაღაცებით იყო დარეგულირებული, ხო? საჭმელი, სასმელი კარგად აღარ ჩხუბობთ. თუმცა არის მომენტები, როდესაც საჭმელი, სასმელი გაქვს, ყველაფერი გაქვს, მაგრამ ხელში ხო არის, რომ აი აღარ მოგხირჭდება ყველაფერი და ეს პროცესებთან გოს. ეხლა ფსიქოლოგიურად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საშის პროცესები დაიწყო. აფრიკაში ხედავთ რეები ხდება, აგე აზიაში დაარბიეს, ხო? ეხლა ხან რთული პროცესები დაიწყო, ხო? აქედან გამომდინარე, კატარი არის ჯერ ერთი კატარის ერთ-ერთი დიდარი ხალხი იყო. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იყო და ევროპიდან და იქიდან გადავიდნენ კატარში, ხო? აბა ისინი რატომ უნდა იყვნენ შვიდად? კატარიდან იყვნენ იქ ბიზნესმენები, რომელიც ეხმარებიან იქ ჰამას და სხვა დაჯგუფებებს, ხო, ეს ყველა მიცის, ხო? ამიტომ ეს იყო პრევენცია რა. ეს იყო პრევენცია, ჯერ ერთი ბიზნესმენების დიდი ნაწილი, როგორც ევროპიდან ამ კრიზისის დროს გადავიდნენ და სტატისტიკურად 10-ჯერ გაიზარდა მილიონერების შესვლა ამერიკაში. ანუ ტრამპმა იმით რომ ამერიკა გაიყვანა მშვიდობიან პოლიტიკურ სივრცეში, დაიწყო ბიზნესის გადასვლა ევროპიდან, ხო გეუბნებით, ყოველ დღე 2-3 მილიონერი ტოვებს ევროპას. და 400.000-მდე გახდა მილიონერების რაოდენობა. მაშინ როდესაც შარშანწინ იყო 80.000 იყო და ეხლა 400.000-ია. ანუ კატარიდან დაიწყება ბიზნესმენების, ანუ უსაფრთხო გახდა კატარი. საფრთხე გახდა რა მოკლედ კატარი და აქ მილიონერების რომელსაც გარანტირებულად უნდა ცხოვრება უკვე აღარ არის. და დაიწყებენ მილიონერების გადასვლა ამერიკაში, ეს ერთი, მეორე შემცირდება დაფინანსება შესაბამისად ტერორისტული ჯგუფების და მესამე ისრაელი დომინირებული გახდება. ერთადერთი დარჩა გეოპოლიტიკური იმ არეალში თურქეთი, ხო? და აბსოლუტურად სრული დომინირება აქვს იმ რეგიონში და თურქეთთან იცით როგორი დაძაბული სიტუაცია, როგორი განცხადებებს აკეთებს თურქეთი, ხო? ბატონო, მე აქ კითხავ და ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თურქეთთან ნამდვილად დაძაბული სიტუაცია, საკმაოდ ადრეც აკეთებდა მკაფიო განცხადებებს ერდოღანი, თუმცა შიგადაშიგ მაინც თანამშრომლობდა ისრაელთან. ეხლა უფრო მკაფიოა ეს დაპირისპირება, ანუ განცხადებები ეკონომიური ურთიერთობაში შეწყვიტა და უფრო მკაფიო არის და ამასთან როცა ისრაელმა თქვა რომ ეს კოალიცია იქნება ისრაელი, საქართველო, სომხეთი, ანტიისლამური და ამ შემთხვევაში სამიზნედ მოიაზრა თურქეთი, უკვე გასაგებია რომ განცხადებების დონეზე ეს დაპირისპირება არის, მაგრამ იმავდროულად ისრაელი არის აზერბაიჯანის მოკავშირე. ამიტომ მე ცოტა არ მჯერა თურქეთ-ისრაელის დაპირისპირების და მაინც მგონია ეს ცოტა ზედაპირულია. თქვენ რა სიტყვით? ჯერ ერთი დაპირისპირება არის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა და დიპლომატიურის უკვე არის ნახევრად წინა საომარი მდგომარეობა, ხო? აზერბაიჯანი რა შვება მაშინ ჩემს გაუგებარია. ჯერ ეს საკითხი თურქეთს ასევე მხარს უჭერს, თუ ნახეთ იქ პაკისტანი იდგა ერთად, ხო? პაკისტანი ჩახუტებულია და შესაბამისად ავღანისტანი და იქ ჩინეთი. და ეს დიდი კოალიცია იქნება ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირდაპირ განაცხადეს, რომ თუ დაიწყებს და არ გაჩერდებაო ჩავერებით ომის სიტუაციაში. არაფერი არ დარჩა. პაკისტანი არის შუამავალი, რომელიც ინდოეთთან აქვს დაძაბული და პარალელურად ეს ომები იმიტომ მიდის, რომ ეს ომებით შეაჩერონ ეს კავშირები ჩინეთი, პაკისტანი, ირანი და პირდაპირ შედის. ეს ძალიან დიდი ჯარზია საუბარი და სამხედრო ემაზე. რამოდენიმე დღეში შეუძლიათ გაიარონ, მილიონობით შეუძლიათ შეიყვანონ ამ ომში და ამაზე უკვე საუბრობენ. ახლა ცოტა რელიგიური თემა და მისტიკური თემებია, მაგრამ ისრაელის
ებრაელი სარწმუნოების მაღალი დონის მუსულმანი სარწმუნოების საუბრობენ ასე დიდ შეჭრაზე. ხო, იქ წინასწარმეტყველებაც არის, ხო? რომ აი დიდი გოგი და მაგოგი შევლენ, აიღებენ ესეთი თემებია რა. ხო და ეს იცით როგორი მესიას მოსვლაზეა საუბარი ტაძრის თემაზე. ეს პროცესები, ისეთი პროცესებია, ჩვენ ესე უყურებთ არა, მე არ უყურებთ, ხო, მაგრამ ნამდვილად ეხლა თუ ამ ტაძარში ეხებიან, ნამდვილად სერიოზული არავინ აპატიებს ამ ხელა მუსულმანური სამყარო შეიჭრება იქ, ხო? ხო, ისეთი პროცესები მიდის და ასე რომ რამდენ ხანს გაძლევს ისრაელი? ისრაელს აქვს საკმაოდ ისრაელი ამისთვის ემზადებოდა. ეს იყო ხალხი, რომელიც ჩუმად თავდახრილი მუშაობდა, ქმნიდნენ ჩვენსავი და აგე ჩინეთიც შეხედეთ როგორ თავდახრილი მუშაობდნენ ჩინელები და რა შექმნეს, ხო? რა დემონსტრირება გააკეთეს. ჩვენ რას ვაკეთებთ? არც არაფერს. ჩვენ არ მუშაობდა ისრაელის ებრაელები მუშაობდნენ. ვინ მოიყვანა ზელენსკი, ხო? ებრაელების გავლენებით, ხო? გავლენები აქვთ ამ ხალხს. ჭკვიანი ხალხია, ზიან, ჩუმად არ ყვირიან არაფერს, ჩუმად არიან, ლოცულობენ, წიგნებს კითხულობენ, თავიანთი საწარმოები აქვთ. ქაშერული ისინი ჭამე კარსაჭმელს ხო გამიგეთ ვინც ამ რელიგიური იმაში და არიან ჭკვიანურად და მოდიან და ამ სისტემებით შექმნეს ორგანიზაცია გაუკეთეს ამ ხელა ბრძოლებს იქ ლობისტები ყავთ ევროპაში ამერიკაში ყველგან ყავთ ლობისტები ხო ჭკვიანურად მოქმედებდნენ და თავისი შრომით მიაღწიეს ამ ხელა იმ შედეგს რომ აფართოვებენ ის რაც ჰქონდათ მიცემული ხო ღმერთის გარაც მიეცა დავითის სახელმწიფოს შენებლობას პრინციპები ხა მე ამ და რელიგიაში გადავიდეთ პრინციპები ეს არ არის ამ პრინციპების განხორციელებისთვის არ მისცემიათ მათ ეს სახელმწიფო და გაფართოება ეს კიდევ სხვა თემა აზერბაიჯანზე რომ მითხრათ აი აზერბაიჯანი რა მაშინ ამერიკასაც არ მისცემია ინდოეთის გაფართოება ინდიელები რო აიყვნენ ხო ან პორტუგალიები რო შეიჭნენ იქ ესპანელები და ინგლისელები და აი მე გულს ხო ბიბლიურად არ მისცემია მეთქი თუ ჩავალ თეოლოგიაში მაგრამ ეს სხვა თემა აი აზერბაიჯანს უბრალოდ დაეხმარენ ვალშია ისრაელის ეს ომი რითი მოიგეს ისრაელის იარაღით მოიგეს ისრაელი აწუდეთ და იარაღს მაღალი დონის ტექნოლოგიას ლოჯისტიკა გაუკეთა სასომხეთი ფაქტიურად ვერაფერი ვერ გაინძრნენ ყველაფერში წააგეს, ყველა ბრძოლაში წააგეს. ლოჯისტიკა, მაღალი დონის ლოჯისტიკა ჰქონდათ იქ ინტერნეტით მთელი წვდომები, ახალი ტექნოლოგია და ამით გაიმარჯვა. და ის ვალშია უბრალოდ ისრაელის წინაშე. და არ უნდა ეხლა რომ ისრაელი გადაიკიდოს. ისრაელის გადაიკიდება თქვენც იცით, ხო? სპეციალური სამსახურები აქვს, მით უმეტეს ყელში აქვს ამოსული მათი მამაშვილის კლანი, ხო? ყელში აქვს ამოსული აზერბაიჯანი ფაქტიურად არაფერზე სახელმწიფო არაფერზე არ დგას გარდა ნავთობზე და რუსული გაზით ამტკიცებს მთელი სახელმწიფო საჯარო სამსახურების შემოსავალი არის მხოლოდ ეს იქ ხო ისეთი დიდი არაფერი როგორც კი ეს შეწყდება ჰაერში ეს აზერბაიჯანი ხო არ არის მყარი განვითარება ხო რატო უნდა შეწყდეს ეს თუ დაბომბავენ რატო უნდა შეწყდეს და აგე რუსეთთან დაძაბულობის დროს 14 იქ ბენზინ გასამართი ისინი აუფეთქეს ფაქტიურად გაუნადგურეს და შეწყვიტეს ხო ერთი გაზი შედის ეს გაზი შევლე აფეთქდეს ხო რა არის თუ ამოცანა დადგება რომ რუსეთს არ უნდა ამ დონეზე გააღიზიონ და თუ ამოცანას დაიყენებენ რომ გაართულოს აზერბაიჯანს აუფეთქებენ თქვენ ხედავთ ახლა ეკონომიურად რა უყვეს ხო ის პამიდორი არ შეუშვეს ეს მილიონობით მილიარდზე ავიდა ზარალი და ხალხი გამოყარეს სხვათა შორის 2008 წელს ჩვენ ომის დროს იგივე მოგვივიდა ბაზარი დავკარგეთ რუსული ბაზარი ჩაანაცვლა სომხურმა და აზერბაიჯანულმა ბაზარმა ქურდული სისტემაც კი მათ ჩაანაცვლეს ბაზრები გავლენები შეხედეთ იქ ხო ის ხალხი დაიჭირეს ვინც გავლენები ჰქონდა ეს ადრე აქ ქართველების ჰქონდათ ხო გამიგდ გავლენები გამოყრა მოხდა რა გამოყრა მოხდა იმიტომ რომ ფაქტიურად დაუყენა თურქეთმა მოცემულობა რომელ ხარეს უნდა დამდგარიყო რა ანუ აზერბაიჯანმა დაკარგა დამოუკიდებლობის ხარისხი ასე ვთქვა და თურქული გავლენის ქვეშ მოექცა რომელიც პაკისტანი, ავღანეთი და სხვათა შორის 2008 წელს სანამ ომს მოიგებდა
სომხეთთან მანამდე ოლიმპიადა ჩაატარეს 2 წლის უკან მუსულმანური ოლიმპიადა ამას ყურადღება არავინ მიაქცია პაკისტანი ჩამოვიდა ის საიდან დაიწყეს ხედავთ ეხლა წარმოვიდეთ ჩვენ რომ ქრისტიანება ჩავატაროთ ქრისტიანული ოლიმპიადა რა მოხდება ჯვარზე გაგვაყრა არავინ არ ამოიღო ხმა აზერბაიჯანში ჩაატარეს ეს ყველაფერი იქ პაკისტანიდან იყო ავღანეთიდან იყო რუსეთი ერიდება აზერბაიჯანში ომს იმიტომ რომ წააგებს და ალიევი იწევს ვიჩხუბოთო ხო რატო იმიტომ რომ იქ ავღანელი შევა იქ პაკისტანელი შევა და იქ თურქი შევა და იქ კიდე SNG-ს ქვეყნებიდან ძალიან ბევრი დაუდგება რუსეთი იქ წააგებს ომს გამიგეთ ხა თუ არ გადაბომბა და რისთვის იწყებ ომს ვერ გააკონტროლებს აზერბაიჯანს ხო პოლიტიკა ომი რო გააკონტროლო 1/13 ჯარი უნდა ყავდეს შეიყვანო ელიტა უნდა ყავდეს არც პოლიტიკური ელიტა ყავს იქ აზერბაიჯანში და იქ წაგებული აქვს ფაქტიურად რუსეთს რა ამიტომ სხვა მეთოდია ხო ამიტომ ეხლა ეცდება რომ თურქეთს დაარტყას სადღაც ალბათ კვიპროსში ან შავ ზღვაზე საცა იქ ევროპული ქვეყნების გავლენების იქნება ერთადერთი არის კვიპროსი იცით იქ ხო ესეთი და ხარას გაისვრიან ომის დაწყებას არაფერი არ უნდა ხო თქვენ ციტეთ ეს მარტივად ხდება ეს პროცესები ხო ასე რომ დიდი პროცესები არის მიდის ისტორიული პროცესებიცაც ნაგე ნეპალში რა მოხდა ხო ის რეჟიმი რომელიც იყო ასე ვთქვათ კაპიტალისტური სისტემა და რაღაცა ჩამოიფშხნა ხალხმა აიღო ძალაუფლება აგე აფრიკაში ხდება იგივე პროცესები ხო ანუ პროცესები არის რომ კაპიტალიზმიც კი მთავრდება შეიძლება დამთავრდეს ხო გამიგეთ სოციალიზაციის ეფექტი იზრდება რა ლენინო წერდა რომ ბურჟუაზია პება და რაღაც თემები არის რა რაღაცა თემებთან გვაქვს საქმე რომელიც ფაქტიურად მიდის რუსეთშიც ხო შეხედეთ იქ ბელოუსოვი მოვიდა რომელიც სხვა გავლენები ოლიგარქიების დაჭირა დაიწყო შეზღუდვები დაიწყო ანუ იქ ის რაც ადრე იყო სხვა პროცესები მიდის გამიგეთ აზიაში დაიწყო ეხლა ეს ერთი რო დაიწყო იმას სხვაც მოყვება თქვენ ვთქვით ხო სხვა პროცესები ანუ მონარქიული რეჟიმები აღარ არის ეს ლიბერალური რეჟიმები რომელიც მეტნაკლებად აბალანსებს და ვეღარ აბალანსებს და იცვლება ანუ ისტორიულ პოლიტიკურ ახალ სისტემების სოფლიო ახალ წესრიგთან გვაქვს საქმე რა რომელიც ძალიან რთული და ძალიან საშიშიც არის. ბევრი ქვეყნები სახელმწიფოები შეიძლება ჩამოიშალოს. აგე ჩვენ ვხედავთ ჩინეთი როგორ დემონსტრირებას აკეთებს. ადამიანის მართვის ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს, ხო? თუ იცით 2 წლის უკან ჩატარდა კონფერენცია საქართველოსდანაც იყვნენ. იქ დიდი კონფერენცია როგორ უნდა მართოს, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი არ ყავს და მორალი არ ყავს, უნდა ადამიანები ტექნიკურად მართოს. და ვიცით ჩვენ რომ იქ რელიგიური კონფესიების შეზღუდვა ხდება, იგივე მუსულმანების დალაი-ლამა გაიყვანოს. ანუ ადამიანების განმავითარებელი არის ხოლო ჩიში და რაღაცა მაღალი დონის მართვითი ტექნოლოგიები. ეს აუცილებლად ჩინეთს გამოფიტავს და თქვენ ნახავთ რომ ერთ დღესაც გამორნე ხალხი აღარ მოუნდებათ ეს სუგავლენის ქვეშ რა ყოფნა ეს ძალიან საშინელება რომ სუ გაკონტროლებენ ვერ შეიგინებენ მაგრამ მილიარდ ნახევარი ადამიანი როგორ უნდა მართო თუ არა კონტროლე ამაზე ხშირად მიფიქრე აი როგორ უნდა მართო ვიცი ახლა ნუ თული ამბავია მარტო გაზდა ხო არ არის ხო მარტო გაჩენა ხო არ არის მართვის თემაც არის ხო ასე რომ აი რაც შეეხება ისრაელთან და ამ ჰამასთან და პაკისტანთან ეს არის ასე თქვა თუ დაბალ პლასტებში ჩავალთ ორი ძმის ომია ისმაილის და აგარის და სარას შვილების ომი შეხედეთ როგორი თემია და ეს ბიბლიურად ასეც უნდა იყოს ამიტომ რას ვიძახი როდესაც ღმერთთან გვაქვს საქმე და ღმერთის მიმართებაში ის მუდმივად რჩება დანარჩენი ეს გამოგონილი რაღაცები იშლება ისტორია გვაჩვენებს რომ ის ისევ დარჩა გამიგეთ იგივე სლავები ავიღოთ სლავების ომი ისევ დარჩა სლავების ომი ისევ დარჩა ისევ იბრძვიან დიდებისთვის უკრაინელები იბრძვიან რომ რუსები თელი ეს ახალი შექმნან რუსები იბრძვიან რომ ისინი დააბრუნონ სლავებს ეს ეხლა არ დაიწყო იგივე აი ეს რუსი გიორგი თამარის ქმარი როდესაც ჩამოიყვანეს მისი მამა წმინდანი იყო
კიევის ალყაში გარდაიცვალა. ხო წმინდანი რატო არ დაუშვა ღმერთმა? არ დაუშვა. იმიტომ რომ ღმერთი არ უშვებს ძალადობით გაერთიანებას. ეხლა რასაც რუსეთი აკეთებს, ძალადობით როგორ შეიძლება გახდეს შენი ძმა? გამიგეთ? ვერ გახდება, ხო? ამიტომ ეს ომი გინდაც მოიგოს, ან რატო უნდა გიხარდეს ერთის მოგება, ან მეორეს მთელი სამყაროს უხარი ან ერთმა მოიგოს, ან მეორე. ეს არის პათოლოგია რა, იგივე როგორც ჩვენთან უნდა ერთი პოლიტიკური ძალის განადგურება. ეს შიზოფრენია, მასიური შიზოფრენია. ანუ თუ ეხლა გადავართ, ჩვენ ხედავთ, რომ ისტორიულ პროცესებში ფსიქოლოგიური, სტაბილური, პოლიტიკური და ადამიანის ესე თქვა სტაბილური სისტემები იშლება. წმინდა ფსიქოლოგიურად და ფსიქიატრიულ ნოზოლოგიებში გადადის რა და ამას მოყვება აუცილებლად დიდი ესეთი გრევები და მე ისევ დასტაბილურდება ანუ წამოვლენ ისეთი ადამიანები რომელიც არ ექნებათ ეს ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკა ოღონდ ამისთვის რაღაცა სიცხლე არის გამოსაშვები როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა და რა თქვენი შეფასებით რა ეტაპზეა სისხლიანი დაპირისპირების ეხა კაცობრიობა კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს რომ საკმარისი იყოს სტაბილური ადამიანების მოსასვლელად რომლებიც შემდეგ ძალიან ცივი გონებით ამას ყოფილს გადაინაწილება და რაღაცა პერიოდის განმავლობაში უკვე გადარჩენილ მოსახლეობას ცოტათი გააძღობენ სისხლი რატო მოდის არასწორი დამოკიდებულების გამო ხო რატო მოხდა ისმაილსა და ისააკს შორის იმიტომ ისმაილი ამბიციურად უყურებდა დამცინავად უყურებდა გამიგეთ და ამის გამო იძულებული იყო სარამ გაიყვანა მოაშორა ხო გამიგეთ ანუ როცა ადამიანს არ აღიარებს შენ პიროვნულად ხო გამიგე და პატივს არ ცემს მაშინ იწყება ომი თორე თუ ეხუტები და ერთად ქეიფობ ხო მაგრამ იქ რახან თქვენ ბიბლიური პარალელი ახსენეთ ისმაილი შეიძლება არ აღიარებდა და პატივს არ ცემდა მაგრამ ღვთისგანრჩეული ისააკი იყო ხო ნუ ეხლა ეს სხვა თემებია უნდა მიიღო ვინც არის ხო უნდა მიიღო როგორიც არის და მიიღო. ეხლა რა იცი რუსებს რო შეეჯიბრო მაგალითად იარაღის წარმოებაში უნდა მიიღო როგორიც არის. თუმცა რუსებმა ის უნდა მიიღოს რომ ჩვენ ეკლესიურად მეტი არაფერი გვაქვს რა მოკლედ ეკლესიები და ქეიფი ვიცით. აი ამაში უნდა გვაღიაროს რომ ამაში შენ ხარ მაგარი. სხვათა შორის ესეთი სიზმარა რა ზღაპარი. დაძმო რომ მიდის ის ბელტებს ხლაპს ერთი და ეუნება რომ აუ შენ რა მაგარი ხო ბელტებს არო მე კი არა რომ მაგარიო სიზმარაო და ანუ რა არის იცი მეგობარი თუ გინდა გიმეგობროს უნდა აღიარო იმაში რაშიც ის კარგია კი ბატონო და რუსებმა ჩვენ არ გვაღიარეს სხვათა შორის ბევრი საუბროზე მათ ცუდად მოგვექცენ ეკლესიურ საკითხში რელიგიურ საკითხში ხელისუფლების სახელმწიფო საკითხებში არ გვაღიარეს ეს მათი ამბიცია იყო რომ სულ მუდმივად ეს ჭამდნენ საქართველოს ცოტა ესეთი რთული შესაჭველი აღმოჩნდა ხო ერთი ზღაპარია რა მეფე რო ჩიც გადაყლაპავს და ის ჩიტი რო ყვირის რომ ნახევარკათა ხო ნუ ვერ გადაყლაპეს და ეხლა გააზრების პროცესში არიან ხო რომ სწორად უნდა გაიაზრო აი რატო დაშალეს ჩამოგვართ ეს საპატრიარქო თვითონაც გაუქმეს. გაუქმეს სამეფო გაუქმეს, ხო? იქ სვიმონ კანელის წაგვართვეს სვიმონ კანელის გადარცეს ბერძნებს, არა და იურიდულად არ ქონდათ არავითარი. როდესაც ჩვენ პოლიტიკურად დაპყრობილი გავს ქვეყანას და პოლიტიკურად ჩვენ მართავ, შეუძლებელია სხვას გადასცეს. სვიმონ კანელის ტაძარი, რომელიც არის იბერის მთა, ანუ იმ მთას ქვია იბერის მთა, წარმოიდგინეთ ახალი ათონის სასახო, ის გადარცეს ბერძნებს სამართავად. ბერძნულად მიდის წირვალოძე. მაშინ როდესაც სვიმონ კანელი არის რომელიც გამოგზავნა ღვთისმშობელმა, ხო? იქ რო ჩვენ ერთად ჩამოსულიყვნენ ბელორუსელები, რუსები, უკრაინელები და ქრისტიანები თამთავრდებოდა, იქ მოხდებოდა ძმურად ის, უნდა გაღიაროს შენ. გამიგე? აი გარი თემა. სასულიერო პირმა მითხრა ჩვენმა ერთ-ერთმა რომ რუსეთის ეკლესიას რუსეთის სამხრეთის საზღვრები შევედრებული აქვს ივერის ღვთისმშობლისთვის. კი, მათ არ აქვთ. და ამ დროს შენ ასე უპირისპირებ ჩაგრავ საქართველოს ურტყამ. აი ძალიან როგორც ჩვენ მითოლოგია გვაქვს, ხო? ძალა რომ მიიღო ამირანმა ღმერთს დაეჭიტა. აი წითელი ზღვარი უნდა იცოდე რა. ეხლა რუსებს აქვს ეგ პროცესი, რომ წითელი ზღვარი განსაზღვრონ. უნდა დაალაგონ, რომ რა არის მეგობრობა, ხო? ის
უფროსი ძმა ვარ და ეგრე არ არის, ძმობაში უფროსობა არ მოდის, ხო? და მეგობრობაში რა არის? გობია და ერთად ვჭამთ. და ერთად განვიცდი, ხო? ეს თუ არ გაქვს, მაშინ იქ მეგობრობაზე არ არის საუბარი, იქ არის დაპყრობლაზე რა. ხო, აი ეს პროცესები მიდის და ეს ომი ბევრ რაღაცებში დააფიქრებს რუსებს. ახლა ეგრე არ არის რა, იქ ისეთი პროცესები მოდის, ხო გეუნებით ვერ აიღო დობროლუბოვმა წმინდანმა კაცმა არ დაუშვა ღმერთმა კევისაღება. ეგ რომელმა ძალამ უნდა გაიმარჯოს. ესენი იომებენ, ამათ რა არის, სლავების თემა არის, სუცენჩი უნდა იყვნენ. სლავაში უნდა იყვნენ რა. თუმცა შედალოცილო ქრისტიანობაში იყავი სლავი, ხო? მით უმეტეს. მაგრამ ქრისტიანობაში სლავობა ნიშნავს იმას, რომ შენი ამბიციები და ეგ უნდა დათყო, ეგ ძალიან ძნელია. ეგ რო დათო, წარმოიდგინეთ, ეხლა ევროპაში მოთხოვნილება ქრისტეს, ტრამპი იძახის, პირჯვარს იძახის ქრისტიანობა და ამ დროს შენ ეს გაქვს მაღალი დონის პროდუქტი, ხო? შენ ვერ აწვდი და აწვდი ომს. მოდი ვიომოთ, რაღა ვიომოთ შესთავაზე, მოდი ვიმეგობროთ, ხო? და მოდის და ისინი ჩეკთავაზებენ ქარხნებს, რა ჩვენ გაქვს, რა პროცესები დაიწყო, ხო? ეხლა ის მთელი ტექნოლოგიები რო გერმანიამ შეიტანა და ბიზნესი ყველა შევიდა, მაგრამ შენ უნდა ეს პროცესებისთვის იყოს მზად. ამიტომ მე ვფიქრობ, უკვე ეს პროცესები მოვა და პუტინის ფუნქციურად დასრულდა, შეიცვლება, ალბათ ახალ წლამდე შეიცვლება და მე ვფიქრობ, შეიძლება პერსონალურად შეიცვლა. თუ შინაგანად შეიცვლება თუ ახლა არ ვიცი შეიცვლა, პროცესი მიდის ისეთი რომ აღარ არის საჭირო რა. სხვა ძალებია უფრო საჭირო. და სხვათა შორის ზელენსკიმ განაცხადა რომ უკრაინაში აქ დავილაპარაკოთო და პუტინმა შესთავაზა რომ მოსკოვში რას ნიშნავს რომ ჩვენ ორნი ვართ რა, სხვა არავინ არ არის. ეს არის ეს ჟესტი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ჩაერევა ამ ათომში. ეს რა არის, სოფლიოში ვართ ჩვენ ორნი და ჩვენ წვიდა ვძმებო რა. პროცესია განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ებრაელებმა დასვეს. ხო, პროცესია იქ მარტო ებრაელზე არ არის, იქ ხალხი მართავს, უკრაინული ხალხია. ეს საკმაოდ სერიოზული ხალხია, გეუბნე, არ არის ეს. ის ერია, სტალინი ლაპარაკობს, რომ ერიაო. ლუგანსკი და ეს მეორეზე იქო რუსულად რო ლაპარაკონო, იქ უკრაინულად უნდა ილაპარაკონო. სტალინი ლაპარაკობს ტომი მეხუთე. გამიგეთ, მაშინაც იყო ეს თემა. ეს არ წამიკითხავს, ვერ დავიჩემ და ეს ერია რო ლაპარაკოთ, რომ გერმანელებმა შექმნეს და ეგრე არ არისო რა. ხო, ასე რომ ეს თემები სამეცნიეროდ არის განსახილველი და ფსიქოლოგიურად რომ ეს ორი ესეთი ფსიქოლოგიური ტიპია რა, სუცენტში უნდა იყვნენ. ხო გამიგე, თუმცა რაღა ომში იყავი შედალოცილო, კეიფში იყავი ჩვენც ხო რაღაც თემები იმასქენი, ხო? ხო, ასე რომ აი შევაფასოთ. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროცესები მოდის და საქართველოში ეს ჩვენთანაც რა იგივე არ არის დაპირისპირებით, ეს არ არის ქრისტიანული თემა, ეს არის ძალადობითი თემა, რომ მე შენ მიყვარხარ, უნდა ძალათი აგიყო და მე შენ შემიყვარდები და ჩვენ კარგად ვიცხოვრდეთ. აბსურდია. ორი კეულ და ეს მოყვება ჩვენ გამსახურდია დროსაც იგივე შეცდომები და სხვათა შორის პირველი შეცდომა დაუშვა გამსახურდიამ, როდესაც კომუნისტური რეჟიმმა მიიღო, თანახმა იყო ყველაფერზე და აუგზავნა პარტია, ხო? შეხედეთ საიდან დაიწყო კომუნისტების ზღვაწლი გადაშალეს, იქ ბევრი რაღაცები აქვს გაკეთებული. არ უნდა გადაუშალო ადამიანს, ხო? შეაფასოს სწორად, რომ და იმის შემდეგ სულ ესე დაიწყო, გამსახურდია ჩამოაგდეს, ეს მოდელი მოგვდის და ეს დროა უკვე რომ სწორ მოდელირებაზე გადავიდეთ, ხო? მესამე ცენტრიდან ყურების მოდელირებაზე. კარგი, მასე რომ დიდ პროცესები იქნება და ჩვენ უნდა არ გვაქვს საომი და არ არის საჭირო ვიომოთ, ხო? აი, როდესაც ომს არიგებ და ეხლა ომი მიდის გადანაწილებაზე, ხო, სამყაროს. ომი რო არის ქართველები და კეიფობდნენ. სხვათა შორის აი თქვენ რო თქვით, ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა აი ჩინეთი და დანარჩენი ქვეყნები ესე ვითარდებიან, ჩვენ ვკეიფობთ, ეხლა უბრალოდ ცოტა ცუდი გამოვიდეთ, არ არის გადარჩენის საშუალებისთვის კარგი საშუალება, ხო? ხო, ზამზაროზე მოხდება. უბრალოდ პროცესებისთვის უნდა მოემზადოთ, მე რა მოხდება, მეცნიერება უნდა განავითაროთ, ხო? განავითაროთ აგის მთელი იგი საერთაშორისო აზია-ევროპის ინტეგრირების პროცესი შეგვიძლია კონფერენციები ვატაროთ. აგის 79 წელს ფსიქოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარა სოფლიო დონის. და ყველას გაუკვირდა თურმე შეიძლება რუსი, ამერიკელი იქ ვიღაცები ერთად ვიჭდეს და ვისაუბროთ პოლიტიკოსების გარეშე. ხო შეიძლება და ეს დაეხმარება პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსების დრო ცირდება.
მათ აღარ აქვთ ნაკლები ინსტრუმენტები აქვთ დიდი ესეც საერთაშორისო ურთიერთობის დასალაგებ და სხვათა შორის კისინჯერმა განაცხადა რომ შემდეგი ომი იქნება აზიისა და ევროპის ცივილიზაციური ომი. ეხლა ჩვენ რაც გვაქვს საქართველოში ეს არის აზიისა და ევროპის კულტურული ომი. და აქ იცი რა პოლიტიკურად ჩვენი ომია არც ერთი პოლიტიკური პარტიის ომი არ არის მოდი თქვა და არც პიროვნული ომი არ არის. და ეს უნდა გავიაზროთ რომ დიდი პოლიტიკური ომია და ზედმეტად არ უნდა იხტუნაოს არც ერთმა პარტიამ და არც მეორე პარტიამ, ხო? უნდა დაიწყო მობილიზაცია, რომ როგორ შევძულოთ რომ ამ დიდმა ცივილიზაციამ აქ არის ჭხუბორ რა. რა თქმა უნდა, იჭყო სადმე სხვაგან ჩვენ შევარიგოთ. ბატონო ეს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს. მე გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.